რატომ ეუბნება სადაზღვევო კომპანია GPI ოპერაციის ხარჯის დაფარვაზე უარს საკუთარ კლიენტს, თანდაყოლილი თუ შეძენილი პათოლოგია და მხარებს შორის სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს. რას თავაზობს კომპანია კლიენტს და რა სახის პასუხისმგებლობა ეკისრება ჯანდაცვის სამინისტროს? ქეთი ჭყონიაგი ამბობთ. ალმანკი რაღაც ასეთი იგია სახელწოდებით, რომელსაც ჭირდებოდა პატარა ქირურგიული ჩარევა. სულიკო ზოიძე იმ დაავადებაზე საუბრობს, რომელიც შვილიშვილს მედიკოსებმა რამდენიმე თვის წინ დაუდგინეს. ამბობს, რომ ბავშვს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა კი ოჯახს არ გააჩნია. პატარა პაციენტი დაზღვეულია, თუმცა როგორც სულიკო ზოიძე აცხადებს, კომპანია GPI ხარჯების ანაზღაურებაზე უარს იმ მოტივით აცხადებს, რომ დაავადება თანდაყოლილია. აგენი ირწმუნებიან, რომ თითქოს არის თანდაყოლილი და აქტიურად ეს დაავადება, როგორც რამდენიმე ექიმთან გავარკვიეთ, არ შეიძლება იყოს თანდაყოლილი, ეს მერე უჩნდება. პაციენტის ბაბუა ყვება, რომ ფორმა 100 ოპერაციისთვის საჭირო თანხის მისაღებად კომპანიას ერთის ნაცვლად ორჯერ წარუდგინა. მიზეზად კი იგი შემდეგ გარემოებას ასახელებს. GPI-ის შემთხვევას, რომ სიტყვიერად ყოფილიყო ჩაწერილი იქ, რომ არ არის თანდაყოლილი და მერე მივიტანე, მაგრამ მაინც ვარ. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა. ეს ეძრა, მაგრამ მაინც განმეორებით მიმატანეს. თითქოს მაგით მიცილებდნენ, მომიცილეთ. ის რომ დაავადება შეძენილია, ამას ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი სამედიცინო დასკვნაც ადასტურებს. ქირურგი თემურ ბერიძე აცხადებს, რომ პაციენტი გეგმიურ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. პაციენტს აქვს სათესლით იღბლის წყალმანკი. ეს საჭიროება გეგმიური ოპერაციული მკურნალობა. დიაგნოზი, რომელთაც არის პატარა პაციენტის თავისთავად იგულისხმება, ეს პათოლოგია არის შეძენილი და არ გადის თანდაყოლილი პათოლოგიების ჯგუფში. სადაზღვევო კომპანიაში ამბობენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კომპანიის სხვადასხვა განყოფილებამ დეტალურად შეისწავლა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ დაავადება თანდაყოლილია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ირწმუნებიან, რომ ფორმა 100-ში მითითებულია ის, რომ დაავადება 2 წლის წინ გამოვლინდა და არა ის, რომ პაციენტმა იგი წლების წინ შეიძინა. შეიძლება თანდაყოლილი დაავადება შემდეგ ადრე გვიან ასაკში გამოვლინდეს. ეს ანუ არ არის იმის დამადასტურებელი. და ხოლო მეორე ფორმაში კი შეცვლილია სხვა ინფორმაცია უკვე. მოკლედ რატომ გახდა ორი ფორმაციის მოტანა, მე ვერ დაგიდასტურებთ იმას, რომ ეს რაღაცა ჩვენი მოთხოვნა იყო, ჩატარებულიყო ოპერაცია და ამის მიხედვით ცხადია, თუ კი ეს არ იყო თანდაყოლილი, აუცილებლად ავანაზღაურებდით. ხოლო თუ კი არის თანდაყოლილი, მაშინ სამწუხაროდ მომსახურება არ ნაზღაურდება. ტყუილია, მე მითხრეს, არც საგარანტიო წერილს იძლევიან თანხის დაბრუნება და არც აუნაზღაურებენ და ტყუილი იცილებენ მაგით კლიენტებს. თუ კი პირი რომელიმე სადაზღვევო კომპანიის მიერაა დაზღვეული, მასზე საყოველთაო დაზღვევა არ ვრცელდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ შესაძლოა უწყებამ ოჯახს ფინანსური დახმარება გაუწიოს, თუმცა მანამდე ზოიძეებმა სამინისტროში შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც გაირკვევა, გადაუხდის თუ არა სახელმწიფო პატარას ოპერაციისთვის საჭირო 728 ლარს.